კაი რაღაცა უნდა განახოთ ახლა შევიძინეთ ხორცი ჩემ დათოიეს გულის მოსდიან სტუმრები და განახებთ რა ხორცი ვიყიდეთ ხალხო და რა ფასად ვიყიდეთ და ფქვილიც აი აქ შიგ ჩახედეთ როგორ ფენა აქვს ხორცი შიგნით აქ ოღონდ რას იმსუქნეები აქ ამ ბადეს გადავაცლი გავატარებ მაშინაში და კილო 470 კილო ნახევარი ხორცი რომელსაც ძვალი არ აქვს და ესეთი ასობი რომელიც ბადეშია შეხვეული 5 და 28 ღირს კილო ღირს 3 და 59 უძლო ხორცი ასე ბადეში და ქონებში ჩახვეული ნუ ნახეთ რა იდეალური არის ეს ხინკლისთვის მოდი ახლა ეს პარკი არ გვინდა ახლა ამოვიღოთ შემდეგი აი რა ნაჭრები ვაყიდინე აი შეხედეთ ამას შეხედეთ რა ვისაც ხინკლის მოხვევა გინდათ რამდენია ეს კილო 300-ია ეს იგე 28 გრამი უკლია კილო 300 4 და 57 უყურეთ რა ხორცი ვაყიდინე შეხედეთ ყველა ესეთია შიგნით შეხედეთ ცხიმებს შეხედეთ და ვისაც ეს არის სუპერუს მაღაზიაში კილო 400 ხედავთ რა ფასი აქვს ამას უყურეთ ამას და ამასაც უყურეთ სულ ერთი და იგივე იყო ისეთი ნაჭრებიც მარტო ზემოდან რო აქ თხლად გადაკრული და შინით კი არ ქონა ეს ცხიმები ხო და ჩვენ ამოვარჩიეთ ასობით მეხინკლე კაც არ შეიძლება ხო და რა უნდა გითხრათ აი ესეც უყურეთ ხალხო უყურეთ და ფასი შეხედეთ უყურე სულ 30 евро არც დაჯდა ეს უყურე 5-ვე ეს და მერე ფქვილი ღირს 96 ცენტი და აი 86 ბოდიში 86 ცენტი ღირს სად არის ტიკეტი არ გამოვართვით ხო 86 ცენტი ღირს ეს არის A კატეგორია აი სონ კუმო ეს მინარევების გარეშე T45 სუპერუშია მაღაზიაში რითაც გამოდის იდეალური ხინკალი ამაზე კარგი ფქვილი მე არ მინახია და 86 ცენტი გამოდის და ვიყიდეთ 5 წალი და ამ ხორცებში და ამ ყველაფერში გადავიხადეთ სადღაცა 33 евро ხალხო თავის ცელოფნიანა ეს ცელოფანიც ვიყიდეთ 1 евро მივეცით თუ 50 ცენტი ღირს ეს 1 евро ხო არ ვიცი დიდი ეს ყველაფერი ჩაეტევა დიდი ჩანთა ხო და წარმოიდგინეთ რა აკაური ფასები 33 евро ყველაფერში ხედავთ